მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს მაცხოვრებლებმა მარნეულის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სოფელში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს. მათივე განცხადებით, ბოლო პერიოდში სოფელში აქტიურად ხდება ნარკოტიკების რეალიზაცია, რაც მის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების გაზრდას იწვევს. საშინელი მდგომარეობაა სოფელში, სათბურები ნარკოტიკული საშუალებებითაა სავსე. ეს ყველაფერი ახალგაზრდებზე ძალიან მოქმედებს და მათ დამოკიდებულებას იწვევს ნარკოტიკული საშუალებების მიმართ. მაგალითად, ამაში 13 წლის ბავშვებიც კი გარეულები არიან. ადგილობრივების თქმით, ვითარება უკიდურესად გაუარესებულია, თუმცა შესაბამისი უწყებები საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. სიტუაცია უკვე აუტანელია. მარნეულის ზოგიერთი სოფლის, სადახლოსა და კასუმლოს ახალგაზრდები იკრიბებიან ჩვენს სოფელში, არაფლოში და ეწევიან ამ საქმიანობას. ჩვენ კი ვეღარ ვითნეთ. მივდივართ შესაბამის უწყებაში და გვეუბნებიან, რომ თქვენ მათი სახელები გითხარით და ჩვენ დავიჭერთო. როგორ უთხრათ მათი სახელები? გამოვიდეს ახლა ხელმძღვანელობა და ერთი პასუხი გითხრას. როგორ შეიძლება ასეთი რამ? ვისთან მივიდეთ, რა გავაკეთოთ? სიტუაცია საკმაოდ გამწვავებულია. საღამოობით სოფელ არაფლოს ცენტრში ვერ გავდივართ ამ ამბების გამო. იკრიბებიან ახალგაზრდები და იყენებენ ნარკოტიკულ საშუალებებს. თან არც ერთი არ არის ამ სოფლის მაცხოვრებელი, ეტყობათ, რომ სხვები არიან. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავ ორგანოებსა და მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ზომები არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამიტომ ისინი მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მკაცრი ზომების მიღებასა და სოფელში უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ. საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ადგილობრივებს პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე აქციის მონაწილეებს შეხვდა და რამდენიმე მოქალაქეს მერთან კაბინეტში დახურული შეხვედრა შესთავაზა. თუმცა მათ აღნიშნული წინადადება არ მიიღეს და მოითხოვეს, რომ შეხვედრა ღიად, საჯარო ფორმატში ყველას თანდასწრებით ჩატარებულიყო. ამით ჩვენი ახალგაზრდები იზიანებენ მომავალს და თავს იღუპავენ. 17-18 წლის მოზარდები არიან მისი მომხმარებლები და რა ვქნათ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მათ ასევე მარნეულის მერს ქენან ომაროვს და პარლამენტის წევრს ზაურ დარგალს მოუწოდეს, რომ მოსახლეობის წინაშე გამოცხადდნენ და მოისმინონ მათი პრობლემა. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პოლიციის განყოფილებაში დარეკეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები და მოქალაქეებს უთხრეს, რომ მათ საკუთარი საჩივრები შეუძლიათ წერილობითი ფორმით განყოფილებაში წარადგინონ. სწორედ ამის შემდეგ აქციის მონაწილეები მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებისკენ გაემართნენ.